ბაზრობაზე ყველაზე მეტ სისყვირის, ვისაც უხარისხო საქონელი აქვს. ვისაც ძვირფასი და კარგი საქონელი აქვს, არ სჭირდება ყვირილი. ღირებული ადამიანი არასდროს ყვირის საკუთარი თავის ფასეულობაზე. ადამიანი, რომელიც სარგებლის მომტანია, არასდროს ყვირის ამის შესახებ. ჭეშმარიტად კარგი ადამიანი არ საჭიროებს რეკლამირებას. მისი ფასეულობა თავისით მჟღავნდება დროსთან ერთად. ისტორიას არაერთი ადამიანი ახსოვს, რომელიც სათანადოდ არ დააფასეს. თუმცა, გავიდა დრო და მათი სახელები დიდი ასოებით ჩაიწერა მის ფურცლებზე. ადამიანი პირველ რიგში თავად უნდა აფასებდეს საკუთარ ღირებულებას შინაგანად და არ უნდა გაჰყვიროდეს საკუთარი თავის მნიშვნელობაზე, რადგან ამით პირიქით აუფასურებს თავის თავს. ხშირად შეხვდებით რიგს წიწიბურას ყიდვისას ან შაქრის, მაგრამ იშვიათად თუ ნახავთ რიგს ძვირფასი ქვების ან ანტიკვარიატის მაღაზიებში, რადგან რაც ნამდვილად ფასეულია, ძნელად მისაწვდომია. თუმცა ყოველთვის ყავს თავის მსურველი, თუნდაც ერთეულები. ამიტომ თუ მართლაც ძვირფასი ქვა ხართ ცხოვრებაში, ნურც იყვირებთ და ნურც დიდ რიგებს დაელოდებით. მსურველი მოვა, ვისაც თვალი აქვს დაინახავს, ვისაც ყური აქვს გაიგონებს და ვისაც ჭკუა აქვს დაგაფასებს.